მოგატყუე დღეს არანაირი ინტერვიუ არ შედგება. ესე იგი შენ დიდად ხარ ინფორმირებული რაღაცეებზე, მაგიტომ რამოდენიმეჯერ ერთი და იგივეზე ჩამაჭირე. როდის მოგყავს ცოლი? გავემზადე სმოკინგი რაღაცა ესე. კაცი არ ხარ? ისეთი გოგო არ შეიყვარო, რომ მევჯობდეო რა. კონსტიტუციაში რა ერთ კანონს ჩაწერდი ან ამოშლიდი შენინება რომ იყოს. ბავშვობიდან აი თმებზე რომ ეფერებოდნენ, აი ეგ მომწეს. და ეხლა თმებზე რომ შემეხო, რა ჯდება შენი ერთ თვიანი ცხოვრება ნიუ-იორკში. დილა რომელიც დაიწყო სენატორებთან შეხვედრით, საღამო დასრულდა 100. თუ საჭირო გახდა, ცუდი ბიჭიც შეგიძლია იყო. ლექსო ბევრისთვის ეგრეცო. სწორ დროს და სწორ ადგილას, როდის და სად მოხვდი. ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით რისი ღმერთი იქნებოდი? ეს შენი გადაცემა აქ წესებს შენ ადგენ. არა, პრინციპში ამ გადაცემაში წესები არ არსებობს. უწესო გადაცემა. საქართველოში პირდაპირ სამსახურიდან მოხსნიან ეხა მაგის გამო. შენი კლონი რო შექმნან, მოგაბარონ ახსაზრდელად. არ ვიცი, ეს კითხვები შენ საიდან გაქვს, მაგრამ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ამერიკაში მუშაობ ტაქსისტად. რამდენი დიპლომი გაქვს? ამერიკაში ხარ, რა გიჭირს? აი ამერიკაში რო ხარ, ეგ გიჭირს რა. სამაგიეროს გადახდა გიყვარს თუ ღმერთს მიანდობ ხოლმე ამ საქმეს? თუ იმას გულისხმობ, რომ მომიკლავს თუ არა, კი. რომელი ისტორიული ფიგურის აზროვნება, გონებრივი შესაძლებლობები, მსოფლმხედველობა გექნებოდა? ზარეული შეფია, ჩემი შეფი შეფია. როდის გაიგე, რომ თოვლის ბაბუა აღარ არსებობდა? მარტო არ ვარ, იცი? ესო მარტო არ არისო, ეხლა. ამაზე არ მიფიქრია, ეხა ვფიქრობ წამიერად და პასუხობ, ეხა დროსაც ვიგებ ეხა. არ კითხო რა არის შენი ქარიზმა? არ ვიცი, ხო ვიცი, ვიფიქრე მეთქი ეს რომ კითხოს. სოციალური ქსელების გატეხვა თუ გიცდია, ან შენი სოციალური ქსელები თუ გაუტეხავ? შენ ვიცი ეხა მაგას რატომაც მეკითხები, ზუსტად ვიცი იმ შტაბეჭილება რჩება. კი, ცოტათი მამაციც კი ვარ რა. მთელი წელი ინდურ სერიალს უყურებდი. უნდა დავბრუნდე ჩემ ქვეყანაში. თეთრი კეტების ქვემოთ ჩვენი ფესვები მაინც გეძახის. ხო. ვერ შეგხვდით რო არ მქონდა, ვერ გნახე ეს, გააციებს ურთიერთობებს და აღმოჩნდები მარტო. შენი კითხვები მაფიქრებს, შენი კითხვები მაფიქრებს და უეჭველი ქართველი გურო ყიფშიძე.